ბათუმის ავტოტრანსპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით დღეს დასაქმების სააგენტოსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბათუმის ავტოტრანსპორტ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი უვადოა და იგი ორ უწყებას შორის თანამშრომლობას და მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მემორანდუმი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იძლევა მეტ შანსს რეგიონში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის დასადგენად. მემორანდუმის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში აჭარის დასაქმების სააგენტო იღებს ვალდებულებას რომ იზრუნებს უწყებისათვის კადრების ოპერატიულად შერჩევაზე და მიწოდებაზე. სააგენტო 2011 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან ორგანიზაციას 7443 ადამიანი ყავს დასაქმებული. მემორანდუმში გაწერილი არის ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის პრინციპები, მთავარი მიზანი მოგვიხსენებათ არის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და შესაბამისად შესაფერის უნარჩვების მქონე კადრების ოპერატიულად შერჩევა. Ფიქრობთ, რომ ეს ძალიან დიდ შედეგს მოგცემს, რადგან დასაქმების სააგენტოს ასე ვთქვათ უკვე ბაზა აქვს შექმნილი იმ ადამიანებისა, რომლებიც საჭიროებენ ასე ვთქვათ დასაქმებას, ჩვენ კიდე ამას ნაკლებ დროში, ნაკლებ დანახარჯებით მივაღწევთ ურთიერთთანამშრომლობის პრინციპიდან გამომდინარე.